როგორც კი დაიწყებთ ღმერთის კურთხევებში სიარულს, ღმერთი იდგება თქვენს მხარეს. ღმერთი დაგაწინაურებთ. ღმერთი არ მიგატოვებთ არასოდეს ცხოვრების გზაზე. მაშინაც კი, როდესაც შეცდომებს დაუშვებთ. ღმერთი არ იტყვის ასე. დღეს შენი საქციელი არასრულყოფილია. ამიტომ ჩემი კურთხევები არ იმოქმედებენ შენს ცხოვრებაში. ღმერთის კურთხევა არ ეფუძნება თქვენს სიკეთეს, სიწმინდეს და თქვენს სწორ საქციელს. პირველ რიგში ღმერთის კურთხევა ეფუძნება მის გადაწყვეტილებას, იყოს კეთილგანწყობილი თქვენს მიმართ. და ერთადერთი რაც თქვენზეა დამოკიდებული, ირწმუნოთ და რწმენით მიიღოთ ეს. როდესაც თქვენ რწმენაში ხართ, გწამთ რომ ღმერთის კურთხევაა თქვენზე, კურთხევა მოქმედებას იწყებს. თქვენი ზრდა და წინსვლა ხორციელდება. და თუ მოხვდებით სიტუაციაში, სადაც შეცდომას უშვებთ აბრაამის მსგავსად, იმის გამო რომ აღთქმაში ხართ, იმის გამო რომ ღმერთის კეთილგანწყობაა თქვენზე, თქვენ გამოხვალთ გამარჯვების კეთილსურნელებით. მაშინაც კი, როდესაც ამას არ იმსახურებთ. ეს სასიხარულო და მოსაწონია. დაბადების მე-13 თავში ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც ღმერთმა აკურთხა აბრაამი, შემდეგ მან ეგვიპტეში მოგზაურა და სულ არ იყო შფოთვაში. სინამდვილეში ფარაონი იყო შეშფოთებული იმით, რომ ღმერთმა მსჯავრი დასდო. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ფარაონმა მისცა აბრაამს უამრავი საქონელი, აქლემები, ცხვრები, მონამოახლეები. ის გამოვიდა ეგვიპტიდან არანორმალურად, საშინლად მდიდარი და მან ეს ნამდვილად არ დაიმსახურა. მისი სიმდიდრე და აყვავება მხოლოდ ღმერთის კურთხევის შედეგი იყო. დაბადების მე-13 თავი. აბრაამს ამ დროს ჯერ კიდევ თან ახლდა მისი ძმისშვილი. თუ დაბადების მე-12 თავში დაუბრუნდებით, პირველი მუხლიდან ნათქვამია. უთხრა უფალმა აბრაამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან, იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. ღმერთის ნათქვამი აბრაამმა ნაწილობრივ შეასრულა. ის მარტო არ გამოსულა. მასთან მისი ძმისშვილი ლოტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის ნათქვამს აბრაამი ნაწილობრივ დაემორჩილა, ღმერთის კურთხევა მაინც მის ცხოვრებაზე იყო. ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ იმდანად იყო გამდიდრებული, მას და ლოტს იმდანად ბევრი საქონელი ჰყავდათ, რომ საერთო საზღვრები აღარ ყოფნიდათ. არ იყო საკმარისი ადგილი, რომ მთელი მათიავლადიდება ერთად მოეწყოთ, რომ საკუთარი საქონლის ჯოგები ერთად განეთავსებინათ. რის გამოც ლოტის მწყემსები და აბრაამის მწყემსები ერთმანეთს ედავებოდნენ. და უთხრა აბრაამმა ლოტს: ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ. განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა. გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ. თუ შენ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ. აღაპყრო ლოტმა თვალები და იხილა იორდანეს მთელი ხეობა ცოყარამდე, რომელიც მთლიანად სარწყავი იყო, ცოყარის მისადგომებამდე. ვიდრე უფალი მოსპობდა სოდომს და გომორას, იყო იგი როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა მიწა. აქ ფაქტიურად ნათქვამია, რომ ეს მიწა ედემის ბაღს გავდა. კარგად ირწყვებოდა და ბარაქიანი იყო. აბრაამმა შესთავაზა ლოტს: ამოირჩიე, აქეთ უდაბნოა, აქეთ ეს ბარაქიანი მიწა საძოვრებით, საითაც მოგესურვება, იქით გაეშურე. მე საპირისპირო მხარეს წავალ. ბუნებრივია, ეს შეთავაზება აბრაამის მხრიდან არ გამოიყურებოდა მაინც და მაინც გონივრულად და ბრძნულად. ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს რო შესთავაზო, რას ამოირჩევ, უდაბნოს თუ ბარაქიან, საძოვრებით სავსე მიწასო? როგორ ფიქრობთ, რას ამოირჩევდა? აბრაამმა ასეთი არჩევანი ლოტს შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ იყო უფროსი და მთავარი, ეს მას ეკუთვნოდა პირველობა ბარაქიანი საძოვრების არჩევანისა. მაგრამ მან ეს არჩევანი ლოტს გადაულოცა. მისი კეთილდღეობა ამჯობინა. დარწმუნებული ვარ, აბრაამმა იცოდა, რა მიმართულებას ამოირჩევდა ლოტი. რა თქმა უნდა, მიწას, რომელიც კარგად ირწყვებოდა და ბარაქიანი იყო. ეს გარკვეულ შეხედულებას გვიქმნის აბრაამზე. ზოგი თვლის, რომ მისი ასეთი საქციელი დიდი გონება გამჭირიახობის მაჩვენებელი როდი იყო, მაგრამ მას ჯეროდა, რომ ღმერთის კურთხევა იყო სრულიად მის ცხოვრებაზე. ამიტომ ნამდვილად არ ჰქონდა არავითარი აზრი საკუთარ ძალებსა და რესურსებზე დაყრდნობას. იგი არ თვლიდა საკუთარ ძალისხმევას მიზეზად საკუთარი წარმატებულობისა და აყვავებისა და ღმერთს ესქეროდა როგორც საკუთარი ცხოვრების წყაროს. ამიტომ შეეძლო თავისუფლად ეთქვა: ამოირჩიე მიმართულება, ჩემთვის სულ ერთია საით წავალ, მაინც აყვავებული ვიქნები.
ამ სიტუაციას სხვადასხვანაირად შეიძლება შევხედოთ. ერთის მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ასეთი შეთავაზება ვერ იყო ბრძნული, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება იმის მაჩვენებელი იყოს, თუ რამდენად იყო აბრაამი დარწმუნებული ღმერთის აღთქმაში, რომ აკურთხებდა, მის სახელს განადიდებდა და კურთხეულად ქმნიდა. ვთვლი, რომ ეს აბრაამის რწმენის მაღალი დონის მაჩვენებელი იყო. ამის დამადასტურებელია დაბადების მე-14 თავი, სადაც აბრაამი უარს ამბობს მილიონობით დოლარის ღირებულების ნადავლზე, იმიტომ რომ არავინ ათქვას მე გავამდიდრეო აბრაამი, ღმერთია ჩემი ცხოვრების წყარო. მე-14 თავი გვაჩვენებს აბრაამის მტკიცე რწმენას ღმერთის კურთხევისა, რის შედეგადაც ღმერთი უხვად ასაჩუქრებდა მას დოვლათით. გავაგრძელოთ დაბადების მე-13 თავში. მას შემდეგ, რაც ლოტმა თავისი გზა ნახა, დაბადების მე-13 თავის მე-14 მუხლიდან და უთხრა უფალმა აბრაამს მას შემდეგ, რაც ლოტი გაეყარა. აახილე თვალი და გაიხედე იმ ადგილიდან, სადაც შენ დგეხარ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ. თელს ამ ქვეყანას, რასაც ხედავ, შენ და შენს მოდგმას გაძლევთ უკუნისამდე. მიაქციეთ ყურადღება. ეს იყო მას შემდეგ, რაც ლოტმა მიატოვა. ლოტი აღმოსავლეთს გაემართა, მკვდარი ზღვის მიმდებარე ტერიტორიისაკენ. ღმერთმა უთხრა აბრაამს, გაიხედე ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ. ამ მიმართულებებში ის ტერიტორიაც იყო ჩართული, საითაც ლოტი წავიდა. აბრაამს არაფერი დაუკარგავს, როდესაც ლოტის მიმართ სიუხვე გამოიჩინა. ღმერთი გაუძღვა მას წინ და მისცა მთელი ის მიწა. მე-16 მუხლიდან ნათქვამია და ქვიშასავით ურიცხვს გავხდი შენს მოდგმას და თუ ვინმე შეძლებს ქვიშის აღრიცხვას, მაშინ შენი მოდგმაც აღერიცხება. ადიქი და მოიარე ეს ქვეყანა, მისი სიგრძე და განი, რადგან შენ მოგცემ მას. და აშალა კარვები აბრაამა და მივიდა და დასახლდა მამრეს მუხნარში, რომელიც ხებრონშია, და აუგო იქ სამსხვერპლო უფალს. ხედავთ, რომ ღმერთმა ისევ აკურთხა აბრაამი. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა კურთხევა არ იყო გამოყენებული, შინაარსი არ შეცვლილა. ღმერთმა გამოამჟღავნა კეთილგანწყობა აბრაამისადმი, მანამ სანამ აკურთხევდა, მის სახელს განადიდებდა და მისი მეშვეობით მრავალ ერს აკურთხევდა. მაგრამ ამჯერად კურთხევა უფრო კონკრეტული იყო. უთხრა, რომ მიწა, რომელზეც შენ დგეხარ, რასაც ხედავ ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ, შენია. შემდეგ შეჰპირდა. ქვიშასავით ურიცხვს გავხდი შენს მოდგმას და თუ ვინმე შეძლებს ქვიშის აღრიცხვას, მაშინ შენი მოდგმაც აღერიცხება. აქ თითქოს მეორდება წინა კურთხევა დაბადების მე-12 თავიდან, სადაც ნათქვამია, რომ ყველა ერი იქნება შენში კურთხეული. მაგრამ აქ მკაფიოდ არის მითითებული, რომ მისი მოდგმა იქნება როგორც ქვიშა ზღვის ნაპირად. როდესაც აბრაამმა პირველი ნაბიჯი გადადგა ღმერთის ნათქვამის შესასრულებლად, მიატოვე შენი მოდგმა, მთელი შენი სანათესაო და გამოდი, თავდაპირველად გამოსვლით კი გამოვიდა მიწიდან, მაგრამ სანათესაო არ მიატოვა ბოლომდე. შემდეგ კი, როდესაც მეორე ნაბიჯი გადადგა და სრულად დაემორჩილა ღმერთის სიტყვას და ლოტსაც დაცილდა, ღმერთმა განუცხადა უდიდესი კურთხევები მის ცხოვრებაში. ეს კიდევ ერთი ძლიერი ჭეშმარიტებაა ღმერთის კურთხევების შესახებ. რაც უფრო მეტად ირწმუნებთ და ეყრდნობით ღმერთის კურთხევებს, რაც უფრო მეტად იქცევით მისი დარიგების შესაბამისად, მით უფრო მეტად ვლინდება ღმერთის კურთხევები თქვენს ცხოვრებაში. ღმერთმა ერთნაირად აკურთხა მისი ყოველი შვილი, მაგრამ ყოველ ჩვენთაგანს ერთნაირი კურთხევა როდი მიუღია. უმრავლესობას არც კი ესმით განსხვავება კურთხევასა და სასწაულს შორის. ზოგიერთს ესმის ეს, მაგრამ არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას და დიდად არ სჯერავს ამისი. ყოველივე ამის გამო ღმერთის კურთხევა მეტნაკლებად მჟღავნდება სხვადასხვა ხალხის ცხოვრებაში. ჭეშმარიტებაა ის, რომ ღმერთმა ერთნაირად აკურთხა მისი ყოველი შვილი. და თუ თქვენ ამას შეიცნობთ და რწმენით მიიღებთ, დაინახავთ, რომ ღმერთის კურთხევა იზრდება და მრავლდება თქვენს ცხოვრებაში. შესაბამისად იმისა, თუ რამდენად იზრდება თქვენი რწმენა და ნდობა და რამდენად ხართ დარწმუნებული ღმერთის კურთხევაში კრიზისის დროს. სწორედ ამას ხედავთ აბრაამის ცხოვრებაში. დავუბრუნდეთ მე-14 თავს, მოვლენებს განვითარებულს სოდომისა და გომორას ტერიტორიაზე, სადაც 5 მეფე დამარცხებულ იქნა 4 მეფისაგან. მცირერიცხოვანმა მრავალრიცხოვანი დაამარცხა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ღმერთი არ უჭერდა მხარს, უწმინდურობით ახსავსე სოდომისა და გომორას მეფეებს.
რის შედეგადაც სოდომისა და გომორას მოსახლეობა, მათ შორის ლოტი და მისი ოჯახიც, დატყვევებული იქნა. ეს რომ აბრაამმა გაიგო, შეაიარაღა ხალხი, რომელიც მასთან ახლდა. თან დაერთო რამოდენიმე მისი მეგობარი მსახურებით და ამ ხალხის მეშვეობით აბრაამმა დაამარცხა 4 მეფე, რომელთაც მკვდარი ზღვის მიმდებარე ტერიტორია გაანადგურეს. მან ყოველი ტყვა და ყვანილი სახლში დააბრუნა, მთელი მათი საქონელითა და ქონებით. და არა მხოლოდ სოდომისა და გომორას მეფეებისაგან გატაცებული ავლადიდება დაიბრუნა მათგან, არამედ მთელი მათი ნადავლიც ადრე მოპოვებული. წმინდა წერილებში ზუსტად არ არის ასახული დაბრუნებულის ფასეულობა, მაგრამ სავარაუდოდ მილიონობით დოლარის ღირებულებისა უნდა ყოფილიყო. როდესაც აბრაამი უკან დაბრუნდა, მას სოდომის მეფე შემოეგება და აი რა უთხრა დაბადების მე-14 თავის 21 მუხლში. და უთხრა სოდომის მეფემ აბრაამს, მომეცი მე ხალხი, ქონება კი შენთვის დაიტოვე. სხვა სიტყვებით, სოდომის მეფემ აღიარა, რომ არა აბრაამი უკან არაფერს მიიღებდა დამსახურებულად. ეს მხოლოდ აბრაამის დამსახურება იყო. მას ეკუთვნოდა ეს ხალხიც, როგორც მონები, იმ დროის წესჩვეულებების შესაბამისად. და უთხრა სოდომის მეფემ აბრაამს, მომეცი მე ხალხი, ქონება კი შენთვის დაიტოვე. ოქრო ვერცხლი და სიმდიდრე არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველა იმ ხალხისა, რომელიც შენ დაიმორჩილე. აბრაამმა უპასუხა 22 მუხლიდან, მაგრამ უთხრა აბრაამმა სოდომის მეფეს, უფალს უზენაეს ღმერთს ვფიცავ, ცისა და მიწის შემოქმედს, თუ თითზე გადახვევა რომ ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებ მე გავამდიდრეო აბრაამი. სხვა სიტყვებით, აბრაამმა უარი თქვა მილიონობით დოლარად ღირებულ ქონებაზე, რომელიც წესით მას ეკუთვნოდა. რატომ მოიქცა ასე? ქონება არ უნდოდა? არა, ასე არ უთქვამს მას, არამედ ხაზი გაუსვა მიზეზს. არავინ ათქვას მე გავამდიდრეო აბრაამი. საკუთარი ცხოვრების წყაროთ აბრაამს ღმერთი მიაჩნდა და უნდოდა რომ ყველა დანარჩენს დაენახა ეს. ამიტომაც ფაქტიურად მილიონობით დოლარის ქონება გასცა, რადგან მისი რწმენა ღმერთის ნათქვამში იყო, რომ ღმერთის კურთხევა იყო მის ცხოვრებაზე. ამის შემდეგ მე-15 თავში ღმერთი გამოეცხადა ხილვაში აბრაამს, დაუდასტურა და უმრავლა კურთხევანი. იმიტომ რომ აბრაამმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ღმერთის მიერ გამოთქმული კურთხევების რწმენით. აბრაამს ღმერთმა გამოუხატა მისი კეთილგანწყობა. აი რა არის კურთხევა. იცით, ჩვენ ხშირად არასწორად ვიყენებთ ამ ტერმინს. მაგალითად, როდესაც ვინმე ახალი მანქანა შეიძინა, ვეუბნებით, ეს ნამდვილად კურთხევაა. მაგრამ ფაქტიურად მანქანა, სახლი, სამუშაო კურთხევა არ არის. ამ ყოველივე შეიძლება დაერქვას ღმერთის კურთხევის შედეგის გამოვლენა თქვენს ცხოვრებაში. მაგრამ თავისთავად ეს კურთხევა არ არის. ამის დასადასტურებლად ვნახოთ გალატელთა მე-3 თავი, მე-12-დან მე-14 მუხლის ჩათვლით, სადაც ნათქვამია, რომ ქრისტე შეიქმნა წყევლად ჩვენს გამო და ჩვენი წყევლა იტვირთა. შემდეგ ნათქვამია, რომ აბრაამის კურთხევა რწმენით გავრცელდა წარმართებზე. ამრიგად, აბრაამის კურთხევა ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ. რაში გამოიხატა აბრაამის კურთხევა? თუ კურთხევად ჩავთვლით უშუალოდ მის საქონელს, ცხვრებს, აკლემებს, მის კაროებს, ტანსაცმელს, მაშინ დღეს რაში გვჭირდება ცხოველები, რომლებიც 4000 წლის წინათ დაიხოცნენ? კარავები, ტანისამოსი, რომელიც დროის განმავლობაში გაცვდა და დალპა. ეს არ იყო აბრაამის კურთხევა. აბრაამის კურთხევა მისი ღმერთის მიერ გამოთქმულ კურთხევაში გამოიხატებოდა, რომლის შედეგი იყო მრავალრიცხოვანი საქონელი, სიმდიდრე და სიუხვე ყველა სფეროში, არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ, სულიერ სფეროში. კურთხევა გამოიხატა ჩვენთვის სასურველ ღმერთის კეთილგანწყობაში. ტექნიკური ენით, ღმერთის კურთხევა მატერიალურ საგნებში კი არა, ღმერთის კეთილგანწყობაში იყო. საილუსტრაციოდ მოდით გამოვიყენოთ ფრაგმენტი წმინდა წერილებიდან. დაბადების 27 თავი აბრაამის შვილიშვილების შესახებ. აბრაამის შვილს ისააკი ერქვა. იმ დროისათვის იგი დაახლოებით 130 წლისა იყო. მხედველობა დაქვეითებული ჰქონდა. როდესაც იფიქრა, რომ სიკვდილს მიუახლოვდა,
თავის უფროს შვილს ესავს დაუძახა, რომელსაც უპირატესობას ანიჭებდა, იმიტომ რომ მარდი და ძლიერი მონადირე იყო. ნათქვამია, რომ ისააკს უყვარდა ის, სიამოვნებით მიირთმევდა მის ნანადირევ ირმის ხორცს და აი ისააკმა სთხოვა ესავს სანადიროდ წასვლა. ირმის მონადირება და მომზადება ისე, როგორც მას უყვარდა. რის შედეგადაც მის კურთხევას აპირებდა, სანამ სიკვდილი კარს მოუკაკუნებდა. აქ რამოდენიმე დეტალია საყურადღებო. ერთია, რომ სინამდვილეში ეს ამბავი არ იყო დაკავშირებული უშუალოდ ისააკის სიკვდილთან. მას შემდეგ ისააკმა კიდევ 40 წელზე მეტი იცოცხლა. სავარაუდოდ ისააკმა სულ 170 წელზე მეტი იცხოვრა. ის შეცდა 40 წელში. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ისააკის ეს გადაწყვეტილება კურთხევისა არ იყო ღმერთისაგან შთაგონებული. მეორეც, თქვენ არ შეგიძლიათ თქვენს ცხოვრებაში არსებული კურთხევების თვითნებურად გადაცემა სხვა ადამიანისათვის. ღმერთმა უკვე განაცხადა, რომ ისააკის შვილთაგან უფროსი იქნება უმცროსის მსახური. როგორც ვიცით, იაკობი და ესავი ტყუბები იყვნენ. იაკობი იყო რამოდენიმე წუთით უმცროსი და უკვე ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ იგი მიიღებდა ღმერთის კურთხევას. ისააკი ცდილობდა ღმერთის ნათქვამის გვერდსავლას, იმიტომ რომ მას ესავი უყვარდა, რომელიც ყოველთვის უფრო ვაჟკაცურად გამოიყურებოდა. შეუძლებელია ასეთ საკითხებში თვითნებური ქცევა. როდესაც მოქმედებთ ღმერთის კურთხევების შესაბამისად, ამით თქვენ არ აიძულებთ ღმერთს, რომ საპასუხოდ კურთხევა გამოანთავისუფლოს. ჭეშმარიტება იმაშია, რომ ღმერთმა უკვე გაკურთხათ და თქვენ მხოლოდ თქვენი მოქმედებები მოგყავთ თანხმობაში კურთხევებთან შესაბამისად. ისააკი ამ სიტუაციაში სრულიად არასწორად მოქმედებდა. მისი ასეთი მოქმედებები ჩვენთვის მისაბაძი როდია, მაგრამ მინდა აქედან გარკვეული აზრის გამოტანა. 27 თავში ისააკი ეუბნება ესავს, რომ სანადიროდ წავიდეს და ნანადირევისაგან მოუმზადოს საჭმელი. შემდეგ მოუტანოს მას, რომ სიკვდილის წინ აკურთხოს იგი. ესავის დედა, ისააკის ცოლი რებეკა, ისმენდა ამას. მას უკვე ჰქონდა ღმერთის წინასწარმეტყველება მოსმენილი და შესაბამისად უპირატესობას უმცროს შვილს ანიჭებდა. გააგზავნა იაკობი, რომ ფარადან 2 ბატკანი მოეყვანა. თვითონ მოამზადა ისააკისათვის საჭმელი. ამ დროისათვის ის ისააკთან ერთად უკვე 90 წელი ცხოვრობდა. ამიტომ ზუსტად იცოდა, როგორ მოემზადებინა ისააკის საყვარელი საჭმელი. 2 ბატკანისაგან მოამზადა ისე, რომ ისააკს ირმის ხორცად მოეჩვენა. ეს იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად მოხუცი იყო ისააკი, რომ კარგად ვეღარც გემოს ანსხვავებდა. შემდეგ კი ესავის ნაცვლად იაკობი შეუგზავნა. ამ თავის დასაწყისში ნათქვამი იყო, რომ ისააკს სუსტი მხედველობა ჰქონდა. ის თითქმის სრულიად ბრმა იყო. არ ამგონია ამას გადამწყვეტი როლი ეთამაშა მის შეცდომაში შეყვანაში. ხომ შეეძლო როგორც მამას შვილების ხმები განესხვავებინა, ან მათი ქცევა და მანერები. ეს ესმოდა იაკობს და ამიტომ დედის განზრახვასა და ჩანაფიქრს მაშინვე წინაღუდგა. დაბადების 27 თავის მე-12 მუხლში. რომ შემახოს ხელი მამაჩემა, ხომ მატყუარა გამოუჩნდები მის თვალში. კურთხევას კი არა წყევლას დავითევ თავზე. წინამდებარე მუხლში ნათქვამი იყო, რომ ესავი ბანჯგვლიანი იყო, იაკობი კი უბალნო. ამიტომ დედამისმა მკლავები და კისერი დაკლული ბატკნების ტყავი დაუფარა. იმ შემთხვევისათვის, თუ ისააკი ხელით შეხებას გადაწყვეტდა. და აი რატომ გიყვებით ამ ისტორიას ასე ვრცლად. მინდა დაგანახოთ, რომ ეს დიდი რისკი იყო იაკობისა და რებეკასათვის. კურთხევის ნაცვლად შეიძლება წყევლა მიეღოთ. ასეთ საქციელს შეიძლება ისააკის რისხვა გამოეწვია. დღეს უმრავლესობა არც კი გაირჯებოდა ასეთი ძალისხმევისათვის. რისთვის? ეს ხომ მხოლოდ სიტყვებია. ვის ადარდებს რა სიტყვის ეს კაცი? მაგრამ ეს ჩვენი მსოფლმხედველობაა და ბიბლიის მსოფლმხედველობასთან შედარებით არასწორი. ღმერთმა დაადგინა ეს პრინციპები. ღმერთია ამ კანონზომიერებების შემქმნელი. ღმერთმა მიანიჭა კურთხევას დიდი მნიშვნელობა და აბრაამის ოჯახის ისტორიაში ვხედავთ კურთხევის ძალას.
იაკობმა კურთხევის მისაღებად არასწორი გზა ამოირჩია. არ შეიძლება ღმერთის კურთხევის მიღება სიცრუის გზით. არ ვამართლებ მის მოქმედებებს. უბრალოდ ისინი იმის მაჩვენებელია, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭებოდა კურთხევას. რამდენად მნიშვნელოვანი და ძლევამოსილი იყო კურთხევა, რომ ადამიანები ასეთ დიდ რისკში იგდებდნენ თავს. საკუთარი ძმების გადაკიდებას არ ერიდებოდნენ. ყოველღონეს ხმარობდნენ, რომ მამის კურთხევა მიეღოთ. დაუბრუნდეთ იაკობს. სანამ ესავი სანადიროდ იყო წასული, იაკობმა და მისმა დედამ ჩანაფიქრი განახორციელეს. როდესაც იაკობი მამას წარუდგა, მამა გაკვირვებული იყო ნადირობიდან მისი ასეთი მალე დაბრუნებით. იაკობმა იცრუა. მამას უთხრა, რომ ის იყო პირმშო. იაკობს ეჭვი შეეპარა. ასე მალე როგორი ნადირეო? იაკობმა კვლავ იცრუა. ღმერთმა გამომიგზავნაო. ეს არ იყო სწორი საქციელი კურთხევის მისაღებად, მაგრამ იმის მაჩვენებელია, თუ რითი იყო მოტივირებული და რამხელა პრიორიტეტი ჰქონდა იაკობის გულში ღმერთის კურთხევას. 21 მუხლიდან და უთხრა ისააკმა, მომიახლოვდი, რომ ხელი შეგახო შვილო, მართლა ჩემი ძე ხარ ესავი თუ არა? და მიუახლოვდა იაკობი მამამისს ისააკს და შეახო ხელი მან და თქვა, ხმა იაკობის ხმა, ხელები კი ესავის ხელებია. 23 მუხლიდან და ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის ესავის ხელებივით ბალნიანი ჰქონდა. და აკურთხა იგი. და თქვა, მას შენ ახარ ჩემი ძე ესავი? მან ოპასუხა, მე ვარ. უთხრა ისააკმა, მომაწოდე, შევჭამო ეგ ნანადირები შვილო, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა. და მიაწოდა და შეჭამა, მიუტანა ღვინოც და შესვა. და უთხრა ისააკმა, მამამისმა, მომეახლე და მეამბორე შვილო. და მიეახლა და ეამბორა მას. და როცა იყნოს ამან სუნი მისი სამოსისა, აკურთხა იგი და თქვა, აჰა სუნი ჩემი ძისა, როგორც სუნი ველისა, რომელიც აკურთხა უფალმა. და მოგცეს ღმერთმა ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა და უხვად პური და ღვინო. და გემსახურონ ხალხები და თაყვანი ქცენ ტომებმა, იბატონე შენ ძმებზე და თაყვანი ქცენ დედა შენის ძეთ. ისააკს ეგონა, რომ ამ ყოველივეს ესავს ეუბნებოდა. იაკობი იგულისხმებოდა იმად, ვისაც თაყვანი უნდა ეცა ესავისათვის. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქით ხდებოდა. მის წინ იაკობი იღებდა კურთხევას და წყევლა ისააკის საყვარელ შვილს ემიზნებოდა. წყეული მციყოს მაწყევარი შენი, კურთხეული იყოს მაკურთხებელი შენი. ეს იყო აბრაამის კურთხევის შემადგენელი ნაწილი, რომლითაც ღმერთმა აკურთხა აბრაამი, დაბადების მე-12 თავი, რომელიც გადაეცა ისააკს, შემდეგ კი იაკობს. 29 მუხლიდან, როგორც კი დაასრულა ისააკმა იაკობის კურთხევა და გავიდა იაკობი, დაბრუნდა ესავი, მისი ძმა ნადირობიდან. მანაც მოამზადა გემრიელი საჭმელი და მიართვა მამამის და უთხრა, ადექი მამა ჩემო, და ჭამე შენი ძის ნანადირები, რათა მაკურთხოს შენმა სულმა. და უთხრა მას ისააკმა მამამისმა, რომელი ხარ შენ? და თქვა ესავმა, მე ვარ შენი ძე, შენი პირმშო, ესავი. და შეწრწუნდა ისააკი და თქვა, ის ვინღა იყო ნანადირები რომ მომიტანა და შენს მოსლამდე მაჭამა. ის ვაკურთხე ვიდრე შენ მოხვიდოდი და კურთხეული ის იქნება. მამის სიტყვები რომ გაიგონა ესავმა, ხმამაღლა მწარედ ამოიგმინა და უთხრა მამას, მეც მაკურთხე მამა ჩემო. რამოდენიმე დეტალს მინდა ხაზი გაუსვა. უპირველეს ყოვლისა, ისააკი მიხვდა, რომ იაკობმა მოატყუა და რომ მან სხვა ადამიანი აკურთხა. ნათქვამია, რომ შეზრწუნდა. უმრავლეს ჩვენთაგანს კურთხევის ძალისა რომ გჯეროდეს და ისააკის ადგილზე რომ ყოფილიყავით, იცით როგორ მოიქცეოდით? ვიტყოდით, რომ სიტყვებს უკან ვიღებთ და კურთხევას სხვას გადაულოცავდით თავიდან, რაც არასწორი იქნებოდა. ისააკის პასუხიდან ხედავთ, რომ ერთხელ გამონთავისუფლებული კურთხევის გაუქმება შეუძლებელია. ამის გათვითცნობიერება ძალზე მნიშვნელოვანია. მიაქციეთ ყურადღება ესავის რეაქციას. მამის სიტყვები რომ გაიგონა ესავმა, ხმამაღლა და მწარედ ამოიგმინა. დღეს რომ თქვენი ძმა მოსულიყო და თქვენი კურთხევა მიეთვისებინა, უმრავლესი თქვენთაგანისათვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა. ესავის რეაქცია გვაჩვენებს,
რომ ეს მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. იმ ხალხს ესმოდათ, რომ ის, რამაც მათი ბაბუა აბრაამი განადიდა, ღმერთის კურთხევა იყო. ის, რამაც ისააკი განადიდა, ღმერთის კურთხევა იყო. მთელი სამეფოები და მათი მეფეები აღიარებდნენ, რომ ისააკი და აბრაამი ღმერთისაგან იყვნენ კურთხეულნი. ისინი პირდაპირ ეუბნებოდნენ ისააკს: "ეხლა შენ ხარ კურთხეული ღმერთისაგან აბრაამის სიკვდილის შემდეგ და ამიტომ დავდოთ ხელშეკრულება, რომ არაფერს მოვიმოქმედებთ ერთმანეთის საზიანოდ. იმიტომ რომ არა მარტო აბრაამი და ისააკი, არამედ ხალხი, რომელთა შორისაც ისინი ცხოვრობდნენ, ხედავდნენ ღმერთის კეთილგანწყობასა და კურთხევას მათზე. მათ წარმატებულ ცხოვრებას ღმერთის კურთხევას აწერდნენ." ამის მიზეზი არ იყო აბრაამის უდიდესი სიბრძნე, ან სიწმინდე, ან მისი შორსმჭრეტელობა საქმიან ურთიერთობებში, არამედ ღმერთის კეთილგანწყობა მის მიმართ. აბრაამი შეცდომებს უშვებდა, ცრუობდა, ცოლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგებოდა. საკუთარი მოქმედებებით შეეძლო ღმერთის გეგმების ჩაშლა. ამის ნაცვლად ყოველი სიტუაციიდან გამოვიდა კეთილსურნელოვანი ვარდივით. არა იმიტომ, რომ ყველაზე მარდი და გამჭრი ახი იყო, არამედ იმიტომ, რომ ღმერთის კეთილგანწყობა იყო მასზე და აბრაამს სჯეროდა ღმერთის კურთხევისა. ამიტომ რაც არ უნდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში, როგორ სიტუაციაშიც არ უნდა მომხდარიყო, ის ყოველთვის ამაღლებული იყო. მან საუკეთესო მიწა თავის ძმისშვილს მისცა და მაინც თვითონ იყო აყვავებული და წარმატებული. რაც არ უნდა შემთხვეოდა აბრაამს, ისააკს, იაკობს და შემდეგ ისრაელიანებს, არ იყო მათი სიწმინდის, სიკეთის, მათი გამჭრი ახობის დამსახურება. ეს იყო ღმერთის კურთხევა და მისი წყალობა. მინდა ხაზი გაუსვა, რომ კურთხევაში არის ძალა, რომელიც უმრავლესობამ სათანადოდ ვერ დააფასა. ბევრს სურს მხოლოდ წუთიერი სასწაულების მიღება, მაგრამ საუკეთესო გზაა წარმატებული და აყვავებული ცხოვრებისა, არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ემოციურად, სოციალურად, არის შეცნობა ღმერთის კურთხევისა, ღმერთის წყალობისა, რომელიც გამონთავისუფლებული იქნა ჩვენს ცხოვრებაში მისი სიტყვების მეშვეობით. და როდესაც ირწმუნებთ და იცხოვრებთ ღმერთის მიერ გამოთქმულ კურთხევაზე დაყრდნობით, უფრო მეტად წარმატებული იქნებით ფიზიკურ, ფინანსურ, ემოციურ, სოციალურ სფეროში, ვიდრე სასწაულების მეშვეობით. იქნებით დიდ სიუხვეში, რომელიც თავიდან აგაცილებთ კრიზისებს.